როგორ ფიქრობთ, რა საკეთებენ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა, მალე 12 საათი გახდება 20 იანვრის. ისინი სამსახურებში მივიდნენ განა არა, ისინი თითქოს მართავენ ამ ქვეყანას, რეალურად კი არიან დაკავებულნი მორიგი მაქინაციებით, მორიგი ბანდიტური ქმედებებით. დაკავებულნი არიან აგრეთვე იმით, როგორ გამოძვრენ ამ ფრიად უხერხული ვითარებიდან, რომელიც შექმნილია თავს მათ გარშემო. რას აკეთებს ბიზინა ივანიშვილი მეთქი, ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ, მაგრამ ახლა ვილაპარაკოთ ირაკლი კობახიძეზე, ასე მაგალითად ან მიხეილ ყაველაშვილზე, ან შალვა პაპუაშვილზე, ან კახა კალაძეზე, ან ნებისმიერ ბანდიტზე. საქმით ისინი დაკავებულნი არ არიან, სახელმწიფო საქმით. ისინი კვლავ მიმეორებ ახლა ცდილობენ გაიმართლონ საკუთარი თავი, რატომ გაჭიანურდა 159 პატიმრის განთავისუფლება შეწყალების აქტით, ეგრეთ წოდებული შეწყალების აქტით, შეგნებულად ხმარობ ამ სიტყვას, იმიტომ რომ შესაწყალებელი პრეზიდენტად რომ მუშაობს იმ კაცისა, ბიზინა ივანიშვილის პაჟისა და რეალურად კი ბანდიტისა, მიხეილ ყაველაშვილისა არც არავის არაფერი სჭირს. ისინი კაიფობენ იმისა და გამო, რომ გასული ღამე, ანუ წინა ღამე საპატიმროებთან გლდანთან თუ გლდანის საპატიმროსთან თუ რუსთავის კოლონიასთან თუ სხვაგან გაათიეს მოქალაქეებმა, გულშემატკივრებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა და ახლობლებმა და სრულიად უცნობმა ადამიანებმა მოლოდინში, რომ განთავისუფლდებოდა 1, 2 თუ 159 სინდისის პატიმარი თუ 159 პატიმარი ზოგადად. საღამოს 10 საათზე დაწვა დასაძინებლად ბიზინა ივანიშვილი პიჟამა ჩაიწვა და ეს ბიზინა ივანიშვილი დილამდე არც დაინტერესებულა იმით რა მოხდა წუხელ 10 საათამდე გასცა მან განკარგულება გაანთავისუფლეთ. გვარებით სწორედ მისი ჩამოწერილია მაღალი ალბათობით თუ ამ 159 კაციან სიაში მოხვედრილი არის ვინმე ერთი ან 157 თუ 159-ვე სინდისის პატიმარი, მერე მიწვა ბიზინა ივანიშვილი და უთუოდ დაესიზმრა მისი საყვარელი მოსკოვი და უთუოდ დაესიზმრა მის საყვარელ მოსკოვში მის უფროსებთან, პუტინთან თუ სხვებთან შეხვედრა, რაზეც ოცნებობს ის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მიიღოს და უშუალოდ იმათგან მიიღოს, უშუალოდ და არა კურატორებისაგან მიიღოს დავალებები საქართველოს დანგრევისა და ჩამოქცევის თაობაზე. 10 საათზე ელოდებოდა პრეზიდენტად რომ მუშაობს მიხეილ ყაველაშვილი, მერე აუცილებლად გაუვარა კალაძეს თუ კობახიძეს თუ პაპუაშვილს თუ სხვებს, 4-ვე, 5-ვე თუ 10-ვე შეიკრიბა სადმე, მაგალითად კალაძის სახლში წყნეთში და დიდხანს იკაიფეს იმაზე, როგორ გააუბედურეს დამატებით, დაამცირეს და გააუბედურეს მოქალაქეები, რომლებიც აკიგით ხარით საპატიმროებთან იყვნენ შეკრებილები და როგორ დასცინიან, ამცირებენ, ღირსებას ულახავენ ისინი, ანუ ეს ბანდიტები ამ მოქალაქეებს, რომლებსაც არც ეუბნებიან მათი ოჯახის წევრები თუ ახლობლები თუ მეგობრები, არიან თუ არა იმ სიაში, რომელიც არის შეწყალებულთა სია ხელმოწერილი პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილის მიერ. ეს მათი ერთგვარი მოწოდებაა, ერთგვარი სტიქია, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაამცირონ. სხვათა შორის, მთავარი რა არის გამოსაკეთებენ ამას, არის ის, რომ შესაწყალებელი კი არა, გამოსაშვები ვინც არის, მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვიხმაროთ სიტყვა შეწყალება და ალბათ უმალს ჯობს, რომ ვიხმაროთ სიტყვა განთავისუფლება. ამ ხელისუფლებას წოდებულ ბანდას პრინციპულად სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება ბიზინა ივანიშვილის თავკაცობით, ყველა სჭირდება, რომ ამ ადამიანებმა მოინანიონ. ამ შემთხვევაში დასაკვირველია სიასაც გაგვაცნობენ და იქნება მადლობაც კი გადაუხადონ ადამიანებს, რომლებიც მოინანიებენ, მაგრამ ამბავიც ისაა, რომ არც ერთი მოქალაქე, სინდისის არც ერთი პატიმარი არ ნანობს იმ საქციელს, რაც მათ ჩაიდინეს გასული თვეების განმავლობაში, თუ უფრო ზუსტი რომ იყო დაახლოებით 1 წლის წინ თუ 10 თვის წინ თუ 14 თვის წინ. ბიზინა ივანიშვილი ამის გამო ფრიად გაჯავრებულია, რომ ვერ გატეხა, ვერ მოდრიკა, ბოდიში ვერ მოახდევინა მოქალაქეებს და ვინც ის და ბრაზობს სამართალდამცავ სტრუქტურებზე, ან პოლიტიკურ ხელმძღვანელობას წოდებულ ბანდაზე, კობახიძეზე, ყაველაშვილზე, სხვებზე და ვინც ის და ეუბნება, რომ
როგორღაც უნდა მიეღწიათ თხოვნა მინიმუმ თხოვნისათვის ამა თუ იმ პატიმრის მხრიდან, მაგალითი იქნება გადამდებიც კი ყოფილიყო, თუ რომელიმე ერთი მათგანი იტყოდა ყველას გასაგონად, რომ სთხოვს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას შეწყალებას, მოწყალებას და განთავისუფლებას და ბოდიშსაც უხდის. ბიზინა ივანიშვილის მოთხოვნაა, ვინმე თუ მეტყვის ეს, რასაკვირველია ასეა, მაგრამ თუ უფრო გლობალურად ვიმსჯელებთ, რასაკვირველია რუსეთს და პირველ ყოვლისა რუსეთს სჭირდება ესეთი მოდრეკილი მოქალაქეები, მოდრეკილი ქართველები. ოღონდ ეს პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები საოცარ მაგალითს დამოუკიდებლად იმისა, რომელი მათგანი მოგწონს ან არ მოგწონს პოლიტიკოსებიდან, საოცარ მაგალითს გვიჩვენებენ, უდრეკობის მაგალითს და საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია ისედაც და ასედაც, მაგრამ გარდაუვალია განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ უდრეკი მოქალაქეები გვყავს როგორც ქუჩაში, ისე საპატიმროებში. უდრეკობა და მორალური უპირატესობა განაპირობებს ჩვენს ღირსეულ გამარჯვებას, თორე გამარჯვებას რომ მივახცევთ ბიზინა ივანიშვილ ბანდიტზე და რუსეთზე, როგორც ბანდიტურ და ტერორისტულ სახელმწიფოზე, ეს პრინციპში ცხადია, დროის ამბავია და ეტი არაფერი. გამოიყინენ მოქალაქეები, ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და გულშემატკივრები საპატიმროებთან, მაგრამ ისინი უდრეკად იდგნენ და დგანან, ოღონდ ხელისუფლებას წოდებულმა ბანდამ დღემდე, ამ წამამდე უფრო ზუსტი რომ ვიყო 12 გახდება მალე, არ და ვერ გაასაჯაროა იმ ადამიანების სია, ვინც მოხვდა შეწყალებულთა, ეგრეთ წოდებულ შეწყალებულთა სიაში, იმიტომ ვერ გაასაჯაროა, რომ ვინც ის იქნება არც იციან, ვინ ჩაწერონ და ვინ ამოშალონ კონკრეტული პირი. შეწყალების აქტი ზოგადად ჰუმანური აქტია, მაგრამ ის, რასაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ჩადის, არის წამების, ადამიანის ღირსების შელახვისა და წამების მორიგი თვალსაჩინოება, მორიგი ილუსტრაცია. თუ შეწყალება გინდა, განთავისუფლება გინდა ვინმესი, შენ ყოველგვარი პირობის, ყოველგვარი დროის გაწელვის, ყოველგვარი ანტიჰუმანურობის გარეშე უნდა ჩაიდინო, ეს ყველაფერი უნდა გააკეთო. მე არ მახსენდება არც საქართველოს ისტორიაში და არც სოფლიო ისტორიაში შეწყალების აქტად წოდებული რაღაც აქტი გაწელილი ასე და ღირსების შემლახავი ესოდენ და ასე მნიშვნელოვნად ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება რომელიმე დღესთან მამკოდასთან მაგალითად გავიდნენ გამოყარონ 159-ვე და აღასრულონ ერთგვარად უცნობი გია გაჩეჩილაძის ოცნება, რომელმაც ამ ერთი თვის წინ დაახლოებით თქვა, რომ პანჩური უნდა ამოარტყა პატიმრებს და ისე უნდა გამოუშვაო პირდაპირ მნიშვნელობით პანჩურს ხო არ ამოარტყავენ ეხლა ქალებსა თუ კაცებს, მაგრამ ღირსებას თუ დამატებით შეულახავენ, ეს იქნება მათი და ახლა ერთ უცნაურ სიტყვას ვიტყვი, მათი გიბოდიშებთ ამ სიტყვისთვის ერეგირების საფუძველი. ისინი ერეგირებულნი არიან სწორედაც რომ იმაზე, რომ ბოდიში მოიხადოს რომელიმე სინდისის რომელიმე პატიმარმა, ისე უყურებენ ბოდიშს, როგორც გასული საუკუნის 70-იან თუ 80-იან წლებში პამელა ანდერსონის მკერდს უყურებდნენ იმჟამად და იმხანად ახურუშებული ქართველები, თუ არა მხოლოდ ქართველები, არამედ საბჭოთა მოქალაქეები 70-იან თუ 80-იან წლებში, შესაძლოა 90-იანებშიც, არ ვიცი. პამელა ანდერსონზე არ ვლაპარაკობ, ცხადია, ვლაპარაკობ ნებისმიერ სექს სიმბოლოზე იმ პერიოდისა, მაგალითად საბრინას როგორ უყურებდნენ, ბოის რომ ღეროდა, ეს არც თუ კარგი მომღერალი, არც თუ კარგი შემსრულებელი 80-იან წლებში თუ არ ვწდები. აუსში ყოფი. აი ესე არიან ერეგირებულნი ქართული ოცნების წარმომადგენლები ბოდიშზე, ადამიანების დამონებაზე, ღირსების აყრაზე ახურუშებულნი მეთქი ვიტყვი ასე. მაგრამ თავარი ახურუშებული მათ შორის რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილია, რომელმაც ვერაფრით ვერ გაიგო, რატომ არ აღიარებს მას დასავლეთი და რატომ არ აღიარებს მას ქართული საზოგადოება. ახლა ერთ თემაზე 2 წუთით გადავუხვევ, თემისაკენ შევუხვევ თქვენის ნებართვით და მე დავუბრუნდეთ ამ თემას. იცით თქვენ რომ მშვიდობის საბჭოს ქმნის პრეზიდენტი ტრამპი. ჩემი მოსაზრებით გაერო როგორც ასეთი დასაშლელია, თუ მშვიდობის საბჭო გაეროს ალტერნატივაა, იქნება და მივესალმო კიდეც ამ ეგრეთ წოდებული მშვიდობის საბჭოს შექმნას, მაგრამ
მაგრამ ის რასაც ჩადის, რაც საკეთებს ტრამპი, მოწვევას ცალკეული ქვეყნებისა თუ ცალკეული ლიდერებისა, შეიმოსაზრებით არასწორია, განსაკუთრებით როდესაც ის უხეშად და საკმაოზე უხეშად საუბრობს პრეზიდენტ მაკრონზე, რომელმაც იუარავს მშვიდობის საბჭოში შესვლა და საკმაოდ პოზიტიურად საუბრობს პრეზიდენტ პუტინზე, ანუ პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს პრეზიდენტ პუტინზე და იწვევს კიდეც მშვიდობის საბჭოში ამ უკანასკნელს, ანუ შლეგ ლიდერს რუსეთის ფედერაციისა. თუ იცით, არ ვიცი, მაგრამ მე კი გეტყვით, რომ გარდა პუტინისა, ტრამპმა ამ მშვიდობის საბჭოში მიიწვია ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკაც, რასაც რასაკვირველია ვერ მოუწონებ, რაც არ უნდა ტრამპის მომხრე იყო, ტრამპის ცალკეული სხვა ქმედებები მოგწონდეს, ვერ მოუწონებ ამერიკის 47 პრეზიდენტს. ლუკაშენკა რამ მიგაწვევინა, პუტინი რამ მიგაწვევინა, ამას ჰკითხავ და ვერც გაამართლებ, ალბათ თუ თავგადაკლული ან თავგადაკლულზე მეტი მომხრე არ ახარ საქართველოსთან პრეზიდენტი ტრამპისა, ანუ ყველაფრის გაправებას თუ არ ცდილობ ლოგიკურად თუ ლოგიკის გარეშე. მაგრამ მე სხვა კუთხით მიგაქცევინებთ ყურადღებას ამ ფაქტზე, ლუკაშენკა მიწვეულია ამ მშვიდობის საბჭოში და ბიძინა ივანიშვილი ან ყაველაშვილი ან ირაკლი კობახიძე მიწვეულნი არ არიან, სიამოვნებით დადევდა ბიძინა ივანიშვილი საკუთარ 1 მილიარდს იმისთვის, რომ ამ სოფლიო რაღაც საბჭოში მოხდეს და იქნება და ყაველაშვილი თუ კობახიძე მოვახვედროს ტრამპთან ერთად ერთ მაგიდაზე. სათვალავშიც კი არ აგდებენ ბიძინა ივანიშვილს და მის საქართველოს ოკეან გაღმა სივრციდან და არც ერთი სივრციდან თუ ლუკაშენკაზე ლაპარაკებიან ამ ბიძინა ივანიშვილზე იქნებ მეტად დიქტატორ კაცსაც, მაგრამ ადეკვატურს ბელარუსული საზოგადო ბელარუსი ხალხისთვის, მეტნაკლებად ხალხისთვის არა, სახელმწიფოსთვის და ადეკვატურ მოთამაშეს მსოფლიო სივრცეში მოცემულობაზე, რამდენადაც ის საუბრობს მაინც პრეზიდენტ ტრამპთან. ბიძინა ივანიშვილს, ყაველაშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს თუ რავის, გიავოლსკის, ცალკე სალაპარაკოა ეს კაგებეშნიკი კაცი, სათვალავშიც კი არ აგდებენ და არც ელაპარაკებიან, არანაირად არ ცნობენ, თითქოს არც არსებობს ბიძინა ივანიშვილი. ეს დამატებით აჯავრებს და აღიზიანებს ბიძინა ივანიშვილს, თუ ლუკაშენკას, ალიევს, ერდოღანს, სხვებს და სხვებს ელაპარაკებით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოების უკლებლივ ყველას ლიდერს ელაპარაკებით, მე რაღა დაგიშავეთო, ამას კითხულობს ბიძინა ივანიშვილი უმისამართოდ ყოველ შემდეგ ჯერზე. გიავოლსკიზე რისი თქმა მინდა? გიავოლსკი მთავარი თქმელი იყო იმ სიტყვისა, რაც სწორედ პატიმრებისგან თავისუფლებას ეხება. მოინანიონ, ბოდიში მოიხადონ და ამ შემთხვევაში განიხილავს საქართველოს ხელისუფლება, მე რო ხელისუფლებას წოდებულ ბანდას ვუწოდებ და სამართლიანად, ამ შემთხვევაში განიხილავს საქართველოს ხელისუფლება მათგან თავისუფლებასო, ესენი ტერორისტები არიან და ამათ საქართველოში უკრაინის მოწყობა უნდოდათ და უნდათო, ეს თქვა პარლამენტის ვიცესპიკერად წოდებულმა, ვითომ პარლამენტის ვიცესპიკერად წოდებულმა ოდინდელმა კაგებეშნიკმა გიავოლსკიმ, რომელსაც დარწმუნებული არა ვარ პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ სადმე გადამრო მარჯვენა ჯიბეში უდევს პარტბილეთი, მაგრამ სადმე გადამალული რო ექნება რელიკვიად, ეს კი ნამდვილად ვიცი, დარწმუნებული ვარ ამაში. ბოდიშს კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ იხდიან მოქალაქეები, მე არც ის არ გამიკვირდება, თუ დაახლოებით 15-20 წუთში, როდესაც ან 9 საათში, ან 1 საათში, ან 2 საათში, როდესაც უფრო გაიფანტება ღრუბლები, უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი ამ 159 პირის ვინაობა გაირკვევა ფართო საზოგადოებისათვის, მე არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ სინდისის რომელიმე პატიმარი მოხდება ამ 160 კაციან, 159 კაციან სიაში, იმიტომ რომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ რადგან ეხლაც კი ამ წუთებამდე არც ერთმა პატიმარმა მზია, მან რომ სხვებმა და სხვებმა არ მოინანიეს, შეიძლება ქსია გზადაგზა გადააკეთოს აბასთუმანში გაღვიძებულმა ბიძინა ივანიშვილმა და ქუჩაში თავისუფლებაზე უკაცრავად სიტყვისთვის გამოყაროს, კარგი გამოუშვას ადამიანები, რომელთა გამოშვებაც მას იმ თავითვე მოფიქრებული არც ჰქონდა. სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარეო, აგერე კაი გამახსენდა, სახელმწიფოებრივი ინტერესიდან და ჰუმანურობის პრინციპებიდან გამომდინარე, ვან თავისუფლებთ 159
მოქალაქეს შეწყალების აქტითო ეს ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილის ადმინისტრაციამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ან სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი არის ყველა პოლიტპატიმრისა და სინდისის პატიმრის განთავისუფლება მიხეილ სააკაშვილით დამთავრებული თუ მიხეილ სააკაშვილით დაწყებული ვის მიმართაც ბრალი უკვე გამოტანილია. ეგრა მაგის პასუხია და შემდეგ შეწყალების აქტი როცა იქნება ის პირობითად მარიამობის დღესასწაულის სწორს ხო 28 აგვისტოს ან 29 აგვისტოს და ყაველაშვილი თუ იქნება იმ ხანადაც დე ფაქტო პრეზიდენტი და ბრალი გამოტანილი იქნება ილუაშვილის, ღარიბაშვილის, ბურჭულაძის თუ სხვათა მიმართ მე გარწმუნებთ რომ ყაველაშვილი ნამდვილად მოახვედრებს ხსენებულ პირებს სხვებსაც ვინც დაპატიმრებულნი არიან ოღონდ უნდა გვახსოვდეს რომ მათ ფული ექნებათ უკვე ჩატანილი აქვთ მაგრამ აგვისტოსთვის თუ მომავალი წლის 19 იანვრისთვის ფული ჩატანილი ექნებათ პირებს რომლებმაც ეს საქართველოს ეს ჩვენი ქვეყანა ძარცვეს და ძარცვეს ხოლო სინდისის პატიმრები და პოლიტიკოსი პატიმრები მათ შორის ელენე ხოშტარიას მივესალმები პოლიტიკოსი პატიმრებიდან რამდენადაც ის ქალია და 4 შვილის დედაა და უზარმაზარ პატივისცემას უდასტურებ მივესალმები რასაკვირველია სხვა ქალბატონ პატიმრებსაც პირველ ყოვლისა რასაკვირველია მზიას ჩვენ უნდა ვახსოვდეს რომ ესენი საქართველოსთვის იყვნენ საქართველოსთვის არიან და საქართველოსთვის იქნებიან ბანდიტი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან განსხვავებით ისინი ივანიშვილიდან დაწყებული ნებისმიერი პატარა ბანდიტით დამთავრებული არიან არა საქართველოსთვის არა მოქალაქისთვის არა ადამიანისთვის ემპათია დაკარგულები ისინი არიან რუსეთისათვის და ნებისმიერი ბჭყალებში თუ უბჭყალებოდ კარგი საქმეც კი საიმისოდ არის გაკეთებული რომ რუსეთს ბოლომდე კიდევ ერთი უცნაური სიტყვა შემოგთავაზოთ რუსეთს ბოლომდე შესტენონ საქართველოს და შეეტენონ თავად და კარგი საქმით ისინი თითქოს მოგვაჩვენებენ რომ კარგები არიან მისაღებები არიან მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა ვთოხლოთ ჩვენი ამოცანები არ იცვლება ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის გასტუმრება ისტორიის სანაგვეზე და ძალაუფლებიდან ეს უნდა ვიცოდეთ დამოუკიდებლად იმისა როგორ ბჭყალებში თუ უბჭყალებოთ მოგვიბრუნდება გული ამა თუ იმ პირის ხელისუფლებად წოდებული ბანდიტის ამა თუ იმ ქმედებაზე რა გინდათ აგე ხო შეიწყალა შეიძლება რომელიმე ჩვენგანს წასცდეს ეს არ შეიწყალა მან უკანა დაიხია იმიტომ რომ თავისი მორიგი ხლართები აქვს თავისი მორიგი კომბინაციები აქვს და სურს რომ როგორმე ვინმე დაელაპარაკოს არა დაელაპარაკებიან მით უფრო ახლა როდესაც აი ამ გვარად აწამებს ოჯახის წევრებსაც და სინდისის პატიმრებსაც ნახვამდის